ჩემ თვალწინ გაიზარდა ლევან თედიაშვილი. მე მისი მსგავსი მრავალფეროვანი ილეთების მკეთებელი უამრავი მოჭიდეები მინახავს, სოფლიო დონის მოჭიდეები და ისინი. მე არ მინახავს რა. რაც მართალია, არ შემიძლია ამის დამალვა და ისე რა. ვირტუოზი ჭიდაობის და ფილიგრანული ტექნიკის პატრონი, როგორც ეგ იყო, რომელიც ხმარობდა რომელიც ქართული ჭიდაობა, ყველა ჭიდაობის დედა იმ ილეთებს და აზავებდა, სასწაულებს აკეთებდა კლასიკური ჭიდაობის ილეთებთან ერთად და გდებებს აკეთებდა. ჭიდაობდა ფეხით და აკეთებდა ეგრეთ წოდებულ სუფლექსს ფეხის დახმარებით. საოცარი მოჭიდავე, რომელსაც არც ერთი შეხვედრა მე მგონი არ წაუგია და უდიდეს მოჭიდეებთან აქვს მოგება. ერთადერთი არ წააგო ჩემთან, მაგრამ ერთ-ერთ ტურნირზე შემხვდა სპორტის სასახლეში. რომ ეჭიდავა, აიღო და დაწვა. და წამოაყენე რაშვები ლევან მეთქი. თავი მომჭერი ამ ხალხის წინაშე მეთქი და არა რევაზოვის იუმორის პატრონი ვიყო თან. მე იმდენელ გავხდები ჩემპიონიო დაინახავ მაგასაო და შენ როგორ გეჭიდაებიო, შენ ჩემი კუმირი ხარო და იმის შემდეგ მე ძახთან სულ კუმირს. ესე იგი ჩემზე ეგ სხვა ჭიდაობაში ჭიდაობდა და მე რომ ნახა ჭიდაობაში, მე გადმოვიდა თავისუფალ ჭიდაობაში. ჩემებს ვაძლევდი რაღაცებს და ეგ იყო თორე დანარჩენი ახლა მაგას არაფერი არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც გონიერი კაცი და სწრაფად ალღოიანი კაცი და სწრაფად ითვისებდა ყველაფერს კარგს. ცუდი მაგისი არაფერი არ მახსოვს. ლარი მოჭიდავე იყო, არ იყო ის რომ ზოგი სპორტსმენი გამოდის და რაღაცეთი სტრესის ქვეშ არის. იმას შეიძლება გაეცინა კიდევაც, გაეხმარა კიდევაც და ერთნაირად იქცევა რა ცხოვრებაში და რა ჭიდაობაში. ესეთი შეხედულება იყო ლევანზე. ეს იყო ლეგენდა სპორტსმენი და ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, რომელმაც რამოდენი წონით კატეგორიაში აჩვენა შედეგი. ესეთი მოჭიდავეები დღევანდელ დღეს არ არსებობს, რამე თუ ოლიმპიურ ზონაში 82 და 90-ში არის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა მესამედში შეიძლება მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებზე, ის იყო მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წელს და სწორედ რომ საბჭოთა სისტემამ არ გაუშვა, რამე თუ თქვენ იცით, რომ იქაც ყოველთვის იყო ვინ იქნებოდა პირველი, ალბათ პირველი გახდებოდა ლევანი, როდესაც მოიგებდა უკვე მესამე ოლიმპიადას და იქ იყო სხვა სპორტსმენი, რომელსაც არ უნდა რომ ჩვენი საკედან საქართველოსთან ყოფილიყო პირველი წარმომადგენელი. სპორტული კარიერა, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებული ქონდა და ჩემ დაუსახლებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდებში სოფლიო ჩემპიონატი მოვიპოვე, ლევანი ყოველთვის ერთ დროს, წარმოიდგინეთ თქვენ 7 საათზე ვისყევით ვარჯიშს და ყოველთვის მოდიოდა უკვე დანებებული ქონდა, ახალი დანებებული ქონდა ლევანს ჭიდაობა და ერთი თვის განმავლობაში მავარჯიშებდა. პეტრეს დარბაზი ერქვა, ეს დარბაზი არის ένα ძველი დარბაზი, სპორტსმენებმა იციან ეს დარბაზი სადაც მდებარეობს, პეტრეს დარბაზი ეზახოდა, ეს განთქმული დარბაზი იყო, სადაც აღიზარდნენ ძალიან დიდი სპორტსმენები. მადლიერება მინდა გამოვხატო და მადლობა გადავუხადო ჩემ დაუსახლებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლევანს. იმის გამო რომ ფილმის თავარი გმირი მოჭიდავე იყო, ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც გამახსენდა ცხადი იყო ლევან თედიაშვილი, რომელსაც მე პირველად ავიცნობდი. ეს იყო მართლაც ლეგენდარული ჩემპიონი, ალბათ საქართველოს სპორტის ისტორიაში, თუ საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად. თან გამორჩეული მოჭიდავე იყო, ხო სხვანაირად ჭიდაობდა ძალიან ლამაზად, ძალიან არტისტულად. და გარდა ამისა, თქვა და ეს მიღწევები, იმიტომ რომ ეს მიღწევები სპორტში, ამის მიღწევა არის ძალიან რთული, ძალიან ისეთი ძლიერი ფსიქიკა უნდა კონდეს, ძალიან რაღაც დისციპლინის უნარი და თქვა მოწესრიგებული ადამიანი უნდა იყო და ქონდა ძალიან დიდი ტრაგედია ადამიანს გადატანილი ცხოვრებაში. ეხლა წარმოიდგინეთ, მე არ ვიცი ბევრი ისტორია საქართველოს რეალობაში, როდესაც მამადაშვილი ერთად წავიდნენ საომბრად. ომში და თქვა მამას შვილი ჩაახვდა. ხო, მეგეთ ისტორია არ ვიცი. ლევანს ეს გადახდა. ანუ აი ამდენი რაღაცის ნაზავი როცა არის, ეს ადამიანზე
აისახება. მეორეს იყო ძალიან ჯიუტი, კახელი კაცი, რომელსაც არ უყვარდა ბევრი დუბლების გადაღება, ბრაზდებოდა, შეელოცა წასულიყო გადასაღები მოედნიდან, დაგვებრუნებინა, მაგრამ მეორე წამში ხდებოდა აბსოლუტური ბავშვი და გემეგობრობდა, მაგრამ მეორე წამში შეელოდა იმდენი ეგინა ყველასთვის, რომ კინო კი არა, საერთოდ აღარ გინდოდა, მაგრამ აი ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო აბსოლუტურად. ამიტომ ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა თან ძალიან ადვილია, თან ძალიან რთული. კინოში ხო დუბლებს ვიღებდა აქედა კუთხიდან, იქედა კუთხიდან. ლევანს ეს არ მოწონდა, ხა მოჭიდავე იყო და ჩათვალა რომ მე ვასწავლდი მას როგორ უნდა ეჭიდავო. მე ვნებდი არა, ლევან მაინტერესებს უბრალოდ რომ სხვადასხვა სიმსხვრის კადრები გადავიღო და მოკლედ რაღაც მომენტში მობეზრდა. შენ ხარ მასწავლი მეჭიდაობასო და გამოდო ფეხი მოწინააღმდეგეს დააგდო თან, დააგდო, შეეწოდა რომ ის რაღაცა მიემაზე არ დაცემოდა და ხელი დაუხვედრა და ეს ხელი მოიტეხა. ვიფიქრეს რომ ვეღარ გავაგრძელებ გადაღებას, რომ ეს დამთავრდება ჩვენი გადაღებები. თან ის სცენა ბოლომდე ვერ გადავიღეთ და მახსოვს რომ წავედით ერთად საავადმყოფოში წავიყვან და ძალიან გაბრაზებული ვარ ლევანზე ვიფიქრე შინაგანად, იმიტომ რომ არ დამიჯერა და მოკლედ ამიტომ მოხდა ეს ამბავი რა და თვითონაც ისე იყო, მიხვდა აურიდან მოქცეული იყო ესე და ერთად ნიუ-იორკის საავადმყოფოს მისაღებში მივართ, ველოდებით ექიმს, რაღა ეკონო გადავუღო რენტგენით რაღაცა და შემოხედა და მითხრა რომ არის ნერვიულობა. მე ამ კინოზე გადაგაგებინებო, ხოლო გადაღებაზე მე მოვალო და მოკლედ აი მოტეხილი ხელით ამ კაცმა 70 წლის ასაკში აგვიღალატა და აი გამოჩნდა მისი რაღაცნაირი აბსოლუტური ეს სპორტ ჩემპიონი, რომელსაც აი შეუძლია მოტეხილი ხელით თქვათ ითამაშოს 20 დღე ნიუ-იორკში გადაღებაზე მოვიდეს. როგორც ჭიდაობდა ფინალებში და უმეტესი ფინალები მოგებული აქვს ძალიფეხით, იმიტომ რომ სულ რაღაცა პრობლემა ჰქონდა კონტი გაწყვეტილისა და ძალიფეხით ჭიდაობდა და აი ეს რასაც ჰქონდა ცხოვრებაში ნაკეთები, კინოში თუცა გვაჩვენა, რაც ნიშნავს, როცა ხარ რაღაც ადამიანი, მამაკაცი, რომელსაც რაღაცა სიტყვა რო იტყვი იმას ასრულებდა, ხელი გტკივა თუ ფეხი გტკივა თუ რაღაცა პრობლემა გაქვს, შენ ამას არ გაგრძნობ და ღიმილით რაღაცა მოკლედ ამას აკეთებდი. თან ძალიან დიდი ღიმილი ჰქონდა და ძალიან უზარმაზარი სევდაში, ძალიან დიდი სევდა. აი რაღაცა ესეთი ქართული, კახური მოვლენა სოფლიო მასშტაბის. თავისი შინაარსი და შინაგანი სამყაროთი და რაღაცა სიძლიერით.